Paris Saint-Germain-ის სუპერ მატჩი. რას ამბობენ მწვრთნელები და ფეხბურთელების შეხვედრის შემდეგ? ანტონიო კონტეს კომენტარი კვარაცხელიაზე და მიმართვა გულშემატკივრებს. რას ამბობს ირჟი დუდეკი მამარდაშვილზე და ალისონზე? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. დავიწყოთ იტალიიდან, სადაც ქალაქ უდინეში UEFA-ს სუპერთასზე კვარაცხელიას Paris Saint-Germain-მა საოცარი შეხვედრა შემოატრიალა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპა ლიგის გამარჯვებულ ტოტენჰემთან 95 წუთამდე 0-2 ზაგებდა. თუმცა დარჩენილ მცირე დროში 2 გოლიც გაიტანა და პენალტების სერიაშიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ შეხვედრა სუპერ შემტევის შემადგენლობით დაიწყო. თუმცა სუპერთასის მოგება ლიდერების კვარაცხელიას, დუეს და ბარკოლას გარეშე შეძლო. სამწუხაროდ ქართველს კარგი თამაში არ ჰქონია და ბევრი გულშემატკივრის აზრით ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კვარაცხელია მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. პარიზელები რომ ცუდად გამოიყურებოდნენ ამას, ისიც მოტმობდა, რომ პირველ ტაიმში კარში დარტყმას არ ჰქონდათ. ლუის ენრიკემ კვარაცხელიას და სხვა ლიდერების შეცვლა მე-60 წუთიდან დაიწყო და შედეგიც სახეზეა. კვარაცხელიამ Paris Saint-Germain-თან ერთად მეოთხე ტიტული გაიფორმა. Paris Saint-Germain-ის ისტორიაში პირველად მოგებული სუპერთასის შემდეგ მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ისაუბრეს. რთული ამ შეხვედრაზე საუბარი. ჩვენ მხოლოდ 5-6 დღე ვემზადებოდით. ეს დაუჯერებელია. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და შედეგის მიუხედავად მხარს გვიჭერს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ტიტული მათ ვაჩუქეთ. ვფიქრობ, ტოტენჰემმა შესანიშნავად ითამაშა. ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ისინი ახლა ჩვენზე ძლიერები და უკეთ მომზადებულები არიან, რაც ჩვენთვის რთული გამოწვევა იყო. მაგრამ ბოლომდე ბრძოლა შევძელით. არ ვიცი, სამართლიანი იყო თუ არა ეს გამარჯვება, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ახლა სრულყოფისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ. მე ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეცველოდები. ამაყი ვარ, დიდი მზადება არ გქონია, მაგრამ აშკარაა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფიზიკურ მხარეს არ გულისხმობს. ბევრი რამ მენტალურ მხარესია, სწორი პოზიციის დაკავებაზე და ტაქტიკაზეა დამოკიდებული. როცა ანგარიში 0-2 გახდათ, მათ უკან დაიხიეს და თითქოს გვაიძულეს, რომ წინ წავსულიყავით. ძალიან საშიშია, როცა Paris Saint-Germain-ს შეტევაში ეპატიჟები. მწვრთნელმა სწორი შეცვლები გააკეთა, რამაც დამატებითი ენერგია მოგცა. რამუში კარგად ჩაერდო, მოედანზე 9 ნომერი გვჭირდებოდა, რომელიც ბურთს კარში შეიტანდა. პენალტების დროს შევალიეს ვენდობოდით, მას კარგად ვიცნობთ. ის ახლახან შემოგვიერთდა და ეს მომენტი მისთვის განსაკუთრებული იყო. მას საკუთარი თავი უნდა დაემტკიცებინა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ. გაშვებულ გოლამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. რა თქმა უნდა, მარცხი მწარეა, მაგრამ ამ შეხვედრაში ბევრი დადებითი მხარეც იყო. კმაყოფილობის გრძნობა გვაქვს. ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მეტოქედან გამომდინარე ადაპტაცია გავაკეთოთ და პრაგმატულები ვიყოთ. ჩვენი დაცვის ხაზი განსაკუთრებით კარგი იყო. შეიძლება ითქვას, პირველ ტაიმში იდეალურად ვითამაშეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ისინი 80 წუთის განმავლობაში ტალანტების წინააღმდეგ იდეალურად თამაშობდნენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ეს ნებისმიერი გუნდისთვის იარაღი უნდა იყოს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას ამაზე, რადგან ვფიქრობ, ეს საკვანძო მიმართულებაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თანაბრად შეგვიძლია ვეთამაშოთ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს. ეს არის ის პოზიტივი, რაც ამ შეხვედრიდან მომაქვს. რა თქმა უნდა, გვინდა რომ გუნდი გავაძლიეროთ. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ბევრს მუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება. ზოგადად, შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ შეხვედრაში ასევე აღსანიშნავი იყო Paris Saint-Germain-ის ახალი მეკარის, ლუკას შევალიეს თამაში, რომელმაც 11 მეტრიანების სერიაში მოგერიებული ბურთით გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. დემბელემ, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ეს ტიტული სწორედ ახალ წოულს გადასცა. თქვენ რა სიტყვით ამ შეხვედრაზე? ბოლოს როდის ნახეთ ასე მცირე დროში შემებრუნებული თამაში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელია ნეაპოლში კვლავ აქტუალური ფიგურაა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა PSV Eindhoven-იდან ნუა ლანგი დაიმატეს, რომელიც ანტონიო კონტეს გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციას დაიკავებს. თუმცა კონტე თulis, რომ ის ქართველს ამ ეტაპზე ვერ შეცვლის. მან ხვიჩას სკუდეტოს მოგებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ქართველის მეხუთე ტიტული სწორედ სკუდეტოა, თუმცა შეცვლილი წესების გამო ოფიციალურად ეს ჯილდო არ ერგო. თუ ვერ ითმენთ, მაშინ გადაიხადეთ კვარაცხელიაში 70 მილიონი და მოიყვანეთ ნაპოლიში. ჩვენი მიზანი შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება. ამ დროისთვის ახალწოულების მუშაობით კმაყოფილები ვართ. ამ ბიჭებს უნდა ვაცადოთ. ლანგს დრო სჭირდება, რათა ჩვენს სტილს შეეჩვიოს. დღეს კვარას და ლანგის შედარება არ შეიძლება. პირველი 70 მილიონად გაიყიდა, მეორე კი 25 მილიონად შევიძინეთ. როდესაც ფასში ამ ხელასხვაობა არსებობს, ესე იგი სიტუაციაც განსხვავებულია. ლანგს შეუძლია ახლავე დაგვეხმაროს, მაგრამ უნდა გააგრძელოს განვითარება და აიმაღლოს დონე იმისთვის, რათა ახალი კვარა გახდეს. მე
მერე კი შესაძლოა ისიც გაიყიდოს. ახლა ნაპოლი არის კლუბი, რომელიც ხელახლა შენების პროცესითაა დაკავებული. აქვე მინდა მოთამაშეებს, რომლებმაც გუნდი დატოვეს, მაგრამ სკუდეტოს დასაკუთრებაში წვლილი შეიტანეს, მადლობა გადაუხადო. მათ შორისაა ხვიჩა, რომელიც ჩვენთან იანვრამდე იყო და დიდი გავლენა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია და სასიამოვნოა კონტესგან მსგავსი სიტყვები, ასე რომ წარმატებები მას ახალი კვარას ძიებაში. ბოლოს კი გეტყვით, რომ ლივერპულის ყოფილმა გოლკიპერმა ირჩი დუდეკმა ლივერპულის მეკარეების დუეტზე, ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. დღეისთვის ლივერპულს ორი მაღალი კლასის მეკარე ხავს. ჩემი აზრით, ალისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ლივერპულის პირველი ნომერია. მამარდაშვილს კი შეუძლია ნამდვილად კარგი შემცვლელი გახდეს. მას ყველა თვისება აქვს, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. კონკურენცია ყველა პოზიციაზე საჭიროა, განსაკუთრებით კი გარში. რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, რადგან პრემიერ ლიგა განსხვავებული ტურნირია, სადაც თამაში უფრო სწრაფი გახდა. გიორგი ამას მალე მიხვდება. მეკარეებზე გაცილებით მეტი წნეხია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფეხით უფრო აქტიურად უწევთ თამაში. მე მაქვს როგორც პირველი მეკარეობის, ასევე სათადარიგოზე ყოფნის გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა ივარჯიშონ მეკარეებმა, რათა კლუბის წარმატებაში წვლილი შეიტანონ. ასე რომ თუ ალისონი უმაღლეს დონეზეა, მამარდაშვილმაც უნდა იცადოს, რომ მის დონემდე მივიდეს. მან იცის, რომ ამ ეტაპზე ის მეორე ნომერია, მაგრამ თუ შანსი მიეცემა, უნდა გამოიყენოს. მისი და ალისონის ურთიერთობა ასევე დამოკიდებულია მეკარეების მწვრთნელზე. თუ როგორ მოამზადებს ის მთავარ მეკარეს და გააუმჯობესებს მეორე ნომერს. ჯერჯერობით რაც ვნახე, მეკარეებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება, რადგან ლივერპული ბევრ ტურნირზე თამაშობს და ადრინდელი დრო არაა, როდესაც ერთ მეკარეს შეეძლო ზედიზედ ბევრი თამაში ჩაეტარებინა. ახლა შანსი ყველას ექნება. ნამდვილად, იმედია, რომ გიორგი თავის შანსს მალე მიიღებს და ალისონის ჩანაცვლებასაც ღირსეულად შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ლივერპული პრემიერ ლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს ბორნმუთს უმასპინძლებს. ასე რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღია.